ხედავთ როგორი საფლავის ქვა არის. საუბრობთ ეს იდგა ამ კვარცხლბეკზე, თუმცა შემდგომ დროთან მსვლელობამ ჩამოაგდო და ხედავთ რომ არის ქალის გამოსახულება, რომელსაც ხელში უჭირავს გვირგვინი და მეორე ხელში კიდე რა ეხა მაგას გაწმენდის შემდგომ ნახავთ. და უკან აქვს თითქოს ფრთებივით. შეიძლება ანგელოზს გამოხატავდეს. აი უცნობი არის ჩვენ თუ ჯერჯერობით და ჩვენ ეხლა ზუსტად აი ამ წუთას ვიწყებთ ამ წარწერის გაშიფრვას, რომელსაც ამ ვიდეოში ჩვენთან ერთად იხილავთ. აი წარწერას იგორი გაწმენს. უკვე ვარჩევთ გარკვეულ ასოებს. აქ განისვენებს. გვამი, კესარია, ვატას, ასული, შავდია. კი ბატონო, წელი არის ძალიან საინტერესო. უშანგი, ნიკოლოზის უშანგი, ნიკოლოზის ჩახავასი. შეიძლება ქმრის გვარია ხო. დაიბ 1858 წლის ივლისის 8 გარდ აიცვალა 1919 წელი აგვისტო. საინტერესოა. ისე იგი ეს არის 19 საუკუნის 19 საუკუნის საფლავის ქვა, თუმცა ეს ადამიანი, ვინც ამ ლოდს ქვეშე განისვენებს, არ იქნებოდა ჩვეულებრივი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ასე ვთქვათ. შავდია ყველა ვარიანტში თავადი არის, ხო იგორ? თავადის გვარი არის. მაგრამ თავადთან ერთად და ჩახავაც აზნაურები იყო. და საინტერესოა რომ კიდევ ერთი აზნაურია დაკრძალული აქვე. კი ბატონო. მაგრამ თვითონ ეს ფორმა ქანდაკების და რამხელა ძალისხმევა არის ამ შექმნაში დახარჯული, მიუთითებს რომ ეს ასე ვთქვათ უბრალო ადამიანი არ იქნებოდა. რაღაცით გამორჩეული საინტერესო ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები ამ ადამიანს, ღმერთმა გამოსვენოს მას და საინტერესოა საფლავის ქვა როგორც მატერიალური კულტურის ძეგლი. ჩვენ თუ გავარკვევთ ამ საფლავის შესახებ უფრო მეტი, აუცილებლად დავწერთ ჩვენს გვერდზე ადგილობრივებში ვიკითხავთ აუცილებლად. და კიდე ძალიან საინტერესო არის ცხვრის ქანდაკება კვარცხლბეკზე. ბაზისზე და ჩვენ ვეცდებით ამ ქანდაკების ასე ვთქვათ აწევას და შეიძლება უკანაც ნახოთ რამე წარწერები და ეს არის საფლავი ლებოკუჩეში და იქ ასევე დგას წინა პლანზე თქვენ ხედავთ ურთხმელის ძალიან დიდი ხე და როგორც ის ურთხმელი ძალიან უთხოვარი, ძალიან ნელა იზრდება და შესაბამისად ეს ხე გამოდის. რამდენი წელი შეიძლება იყოს იგორ? რამდენიმე ასეული წლის წინ. ეს კი აზნაურ შავდიას საფლავი. მოდი აბა მოგვეხმარე რა იმით, აქ რო გადავწმინდოთ. და აი აქ იდგა ის ეკლესია, რომელსაც ქვევიდან ქონია ქვის საძირკველი და ზემოდან ასე ვთქვათ ყოფილა ხით ნაშენი ეკლესია, რომელიც შემდგომ ესე იგი 1924 წელს დაუნგრევიათ, როგორც ვიცით და ეს სოფელი პატარა სოფელი არის, 12 კომბლი ყოფილა დასახლებული დაახლოებით 50 წლის წინ და ეხლა მხოლოდ 2 ოჯახი არის დარჩენილი და იქაც 2 მოხუცი ესე იგი მოხუცები არიან დარჩენილები რა. 3 მოხუცი, 2 არის დაძმა და 1 მარტოხელა მოხუცი არის და ნუ როგორც ჩანს ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და თუმცა შეიძლება სულ მალე ეს სოფელი ნასოფლარად იქცეს. ძალიან საინტერესო ადგილია და ძალიან საინტერესო გარემო არის ირგვლივ. აქეთ არის ბერწყუ, ბერნოხონი და სხვა ტოპონიმები, რომლებიც მეტყველებს, რომ აქ ყოფილა ბერების საცხოვრებელი და თვითონ სოფელი ბერთემიც, როგორც ვიცით, ჩვენ ბერების თემს, ანუ ბერების სამოსახლოს ნიშნავს. აი ეს უთხოვარის ხე, ურთხმელის წის იგივე რუსულად, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანს. ხედავთ როგორი ლამაზი არის. და ნუ უთხოვარის ხე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. აი, რცხილის ხეები. ზუსტად ესეთი ხე წის არის, ის თბილისში იმყოფებით ოპერის შენობის წინ დგას, თუმცა ის ამხელა არ არის, რა თქმა უნდა. ხო, აქვე არიან დადიანების დაკრძალული, როგორც იგორი გვეუბნება შალვა დადიანის შორეული ნათესავები.